გამარჯობა. მოვედით აქ ვართ. ჭადრებს გავაკეთებ ახლა უცებ ჩაყრას და რა თქმა უნდა მაღაზიაში ვიყავი რაღაცები ვიყიდე და გაჩვენებთ რეები. უცებ დავდგავ თორე ვშია ყველას. ყველიც ვიყიდე კარგი და ბავშვებო გამოიცვალეთ. გაგიცხელებ ახლა საჭმელს. პიურეს გაუცხელებ მე ბავშვებს მანამდე. რა თქმა უნდა დავიბანოთ ხელები, ახლა გადმოვწევ კამერას 1 წუთი. კარგია მინდია გარეთ ძალიან. თამზეა, თან სიგრილეა, კარგია. მომწონს ესეთი ამბი. არ ძალიან ცივი, არ ძალიან მსხვილ. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ჭადებს და იმიტომ ახლა ჭადები. ძალიან მიყვარს მე პირადად. და სადღაც ვიყიდე ქვილიც, ოღონდ არ ვიცი კარგია თუ არა ვნახოთ. იმედია ვარგა. ძალიან სწრაფად გავაკეთოთ. თმები ცოტა გაშლილი მაქვს. მაგრამ ისიც არაფერს არ ვაკეთებ ახლა რომ შევიკრა ცოტა მეზარება, მაგრამ შესაკრავი კი არის. კარგი პრიგოლკა მქონდა. უცებ რომ შევიკრა ხოლმე. და გამბიტყდა გუშინ წინ. უნდა ვიყიდო ამ დღეებში კიდევ თორე ესე რეზინით როცა ვისწორებ თმებს და მე რეზინით ვიკეთებ ასე. რა თქმა უნდა სისწორე ეკარგება მერე და პრიგოლკით ესე უცებ. აია ხოლმე. Так. ქვიდუკა. მარილუკა. იმ დღეს სოდით ჩემებს არ მოეწონათ. მე კი მომწონს სოდით. უფრო ფაფუკივით ხდება, ამათ უფრო მაგრები მოსწონთ. და კაი მეთქი როგორც მოგწონთ, ისეც გავაკეთებ. მე კი მომწონს, მაგრამ მარტო ჩემზე ხო არ არის. მარტო მე ხო არ მინდა, ყველას უნდა. ასე რომ ანგარიში უნდა გაუწიოთ ყველას, რა თქმა უნდა. აბა როგორ ახართ თქვენი ამბები მომიყევით? რა გააკეთეთ დღეს სადილი? დამიწერეთ აბა კომენტარებში, ძალიან მაინტერესებს. თორე ვაკეთებ და მგონია ერთი და იგივეს ვაკეთებ სულ. ხაჭავ ვცდილობ რომ მოვიფიქრო ხოლმე რაღაცეები უფრო საინტერესო და არა ბანალური, მაგრამ ფაქტია რომ მაინც თითქმის ერთი და იგივე გამომდის, იმიტომ რომ მაინც ერთი და იგივეს მთხოვენ ბავშვებიც. მიჩვეულები არიან უკვე. ერთი პერიოდი იყო ყველიან ხორციან ბლინებს ჭამდა მილენა. მერე გადავიდა ვრძიან შარიკებზე, შოკოლადის შარიკები როა ნესკვიკის რძით მაგებზე გადავიდა. მერე პელმენებზე გადავიდა. ეს სანამ არ მოვეზდება ერთი და იგივე ესე ჭამს.
ყველი ვიყიდე გემრიელი და ყველთან ერთად კარგი იქნება. იმედი არ დამიჯდება ტელეფონი და არ მიღალატებს 30% წესით უნდა მეყოს ერთი ვიდეოსთვის. ასე რომ ნახოთ აბა რა გამოგვივა. მაღაზიაში იყიდება მწვანე პომიდორი ლიბრეში ლარად. ან დღეს, ან შეიძლება ხვალ ბავშვებს რო გავიყვანს სასეირნოდ, ბარემ გამოვიყოლებ. უნდა ვიყიდო 1-4 კილო. გავაკეთებ მწვანე პომიდორის წნილს. ასე რომ გვიყვარს ძალიან და უნდა გავაკეთო. გავიტან მე აივანზე. ლარი ამაზე ნაკლები რაღა უნდა იყოს. ხილბოსტანში ყველგან 3-3.5 ღირს. უკვე ხილბოსტანში ფეიხვაც იყიდება სხვათა შორის. და ღირს 3.5. აქ ჩვენთან. ფეიხვაც ძალიან გვიყვარს გატარებული შაქრით. მთელი ყველა ვიტამინი შიგ არის. ანუ უბრალოდ მოხარშვის გარეშე ესე ცოცხლად ძალიან გემრიელია ხოლმე. მე პირადად ძალიან მიყვარს. და სხვათა შორის გასინჯულიც არ მქონდა სანამ საქართველოში არ ჩამოვედი. ეხლა რუსეთში ფეიხო არ იყიდებოდა. ნოემბერს მივდივართ ქორწილში მეგობრებო, მე და ირაკლი. თუ არაფერი არ შეიცვალა იმედია და ყველაფერი კარგად იქნება, მაშინ აუცილებლად წავალ. ჯერ მეც არაფერს არ გეტყვით, ყველაფერი მერე. რა თქმა უნდა, თუ წავედით, ვეცდები რომ იქიდანაც გადავიღოთ ცოტა. იქიდანაც გაჩვენოთ ჩვენი ამბები, ასე ვთქვათ. ეს უკვე გაცხელდა, ბავშვებს დავუსხავ. რძე მქონდა და აღარ ვიყიდე. ისე მომშვიდება ხოლმე გარეთ რო გავდივარ პატარა ბავშვით. ჰაერზე რო ხდება ბავშვი და რო შემოდის და ეგრევე საჭმელს რო ეცემა, ესე მომდის ხოლმე მეც. რატომ მემარდება ეგრე? რა ესე უყვართ ბავშვებს პიურე? რა თქმა უნდა, ისედაც რძით არის და ზემოდან კიდე რძეს ვასხავ. ეს რძე უნდა ედოს ზემოდან. აი ესეთი უცნაური გემოვნება აქვთ შენ ბავშვებს. არ ვიცი. და სხვათა შორის იცით რა მაინტერესებს? თქვენ ბავშვებს თუ აქვთ რამე უცნაურობა საჭმელში მომწერეთ, აბა მაინტერესებს ძალიან, ესე ვთქვათ, გავცვალოთ ერთმანეთში ჩვენი უცნაურობები. ჩემ ბავშვებს ესეთი უცნაურობა აქვთ, აი ესეთი პიურე და ზემოდან ეს რძე უნდა ესხას შეხედეთ, აი ასხია რძე, ხო? ესეც შეიძლება ცოტაა და მე კიდე მოვიდეს, კიდე დამისხიო მითხრას. გავუტანე ხა ბავშვებს. ბავშვებო, იქით მოგიტანოთ თუ აქ მოხვალთ. პიურე. მოდი მაშინ. პიურე შკამზათ არის.
ვიყიდე კიდე ყურძენი. გავრეცხავ ახლა. მაინც ძალიან ვაი და გადავირეო ყურძენი არ არის. მაგრამ მიყვარს როცა შემოდგომას ბევრი ხილია სახში. ასე რომ ვიყიდე და გავრეცხავ ახლა. ნუ პური ვიყიდე. ბავშვებს დორიტოსი, დღეს საღამოს გვაქვს კინოს სეანსი. ყოველთვის გვაქვს პარასკევობით რაღაცა კინოსეანსი. სუხარები ვიყიდე და ზესუმზირა. მოვაწყობთ კინოსეანსს და კოკა-კოლა რა თქმა უნდა. მაგრამ ეგ საღამოს, არა ეხლა. ეგ საღამოს რატო დედი? ტელეფონი ასე მაქვს, კაი ახლა ტელეფონი. აუ, რა გაქვს? მოდი შენ მაჩვენე, მოიტანე. არ გვაჩვენე, მოდი. კოკა-კოლა ვიპოვე, ძლივს წითელთავიანი. და ძალიან მინდა ამ ბოლო დროს ბურახი და მაღაზიებში არ არის. თუ ვინმე მითის რომელიც ქსელში ან სად იყიდება ბურახი მომწერეთ. ძალიან მინდა მომენატრა ძალიან. მოდი აბა მაჩვენე. ბათუმში რო ვიყავი, თითქმის ყველგან იყო ბურახი. აი ესეთი ამაზე გაიყიდა და აი აქეთ გვერდი. რა მაგარია. არ დაგეყაროს, კაი ყველაფერი არ გახსნა. ჯერ მარტო ერთი ფერი გახსნა. ხო, და ნევაკეთე პირველ ჯერ გვის. ხო. რადგან ყველა ერთად თუ გავაკეთო, ისე ყველა დამეკარგება და ვერ დავაწყობ ისე. მერაფერს. ყველი ვიყიდე ხილბოსტანში. ყავა ვიყიდე ლიბრეში აქციაში 120 გრამიანი ღირ და 10 ლარი. ბატონო. სხალი ვიყიდე. ესეც ძალიან გემრიელი უნდა იყოს, იმიტომ რომ რამდენი ხანი ესეთი სხალი არ მიჭამია. ეხლა არა საღამოს. ეხლა კოკა-კოლა არ იქნება. სხალი, მაშინ ვიყიდე 1 კილო, ჩემ გარდა მსხალს არავინ არ ჭამს, მე მგონი ამ სახში. და პროცეული რო გიყიდე 1 საუკუნის წინ, რატო არ ჭამ? მამა რო არ ეხარ ცხელი იქნება. არა, არ იქნება ცხელი, იქიდან ისაქენი. აი ეს დააცადე 2 წამი, არ იქნება ცხელი. და სანტეები ვიყიდე სახმარად. აბდო წყალი ცოტა წამოვა. და არ გინდა ესეთი ყველი, მიატანე პიურის, ძალიან გემრიელი იქნება. ისე შევწამე. კაი. შევწამდე პიურეს და მე კაი. პიურეს რომ მიატანო მარილიანი, გემრიელი იქნება. რა იყო? და ჯერ ერთი წაგეღო რა. ნელა. შევინახოთ სანამ ირაკლი მთვალი არ დაადო ამ კოკა-კოლას. ნელა. სხვათა შორის დღეს და გუში მე მგონი ცოტა უფრო ნაკლებად მახველებს. აი მე რა ამ ყველამ დამტანჯა რა დამტანჯა.
ერთი წეთი წყალი რომ მოხვდება, ესე იგი მასავით ისვრის მერე ეს ზეთი ხელებიდან წყლის წეთი დამივარდა და მაღაზიაში ეს ყურძენი მშვენივრად დევს ხოლმე. სახლში მომაქვს თუ არა, მეორე დღე ფუჭდება. არ ვიცი ვრეცხავდა იმიტომ, მაგრამ გავრეცხავი როგორ დავდო. მარა ჩემი ბავშვები ყურძენს პირს არ ადებენ საერთოდ. არა და როგორ მინდა რომ ხილი ჭამონ ხოლმე წესიერად, მაგრამ სად არის ეგეთი ბედნიერება? ძალით გუშინაც უკვე საწოლში იწვნენ 1000 ჯერ უთხარი მთელი დღის განმავლობაში მეთქი ხილი ჭამეთ, რამე ბანანი ან ვაშლი ჭამეთ მეთქი. არაო, აი ესე დავდევ ამაზად. არაო. და უკვე საწოლში რო იწვნენ, გამახსენდა რომ დღეს ხილი არ უჭამია. და საწოლში ხელში დავაჭერინე ნახევარი ბანანი. Eta kudatuda? Da, შეიტანე. Eta ტუდა. ჭამა მინდა ყველა იძახის, მაგრამ არ არის ჯერ მზად. არ არის მზად. მეც მინდა ჭამა, მაგრამ აბა მე ჩემს ჭამაზე თვითონ უნდა ვიფიქრო. ხო, ესე გამოდის. ირაკლი 10 წუთიც და დაგიძახებ. Okay, my darling. My darling. Are you making Yes. content? Yes. და ინგლისურად რატო? გადახვედი ინგლისურ ენაზე. I don't know why. აი ამას დავიცხავ. გიული დეიდას მოცემონ ყურძნის წვენს. ძალიან გემრიელს. და მივირთმევ ფერზე ვგიჟდები პროსტა. აი ამ ფერზე როგორ არ უნდა გაგიჟდე ადამიანი. შავი, ნატურალური. სისხლია. მოდით. და ეს ერაკლი ეზაკრივა. Что вон там? Не попадался. Не ближе. აიღე ყავა. Თავ აქციაში იყო და
გამოვიდება დღეს თითქოს 20 ლარში. რა ვიყიდი 10 ლარი ღირდა. ხო, და გამოვიდეს 230 იქნებოდა 20 ლარში. მანამდე კიდე იქნება აქციაში სანამ ამას დავდები. ეგეც რა ვიცი. მე ეს მწვანე პომიდორი მინდა უცირებლად. ირაკლი, вообще-то ცოტა არის უკვე მზად და თუ გინდათ შემოდი და ის არის. მე რა იქითკენ დაჭიქი. რა როგორც გინდა. თუ არა დამედოდ 1-5 წუთით. ვაიმე. ეგ შენთვის იყიდე მე მგონი ეგ რა ქვია. ზღვის გოჭი. ისე ეფერება ხოლმე ირაკლი ამ ზღვის გოჭს. მამმა მია გემრიელია ძალიან. ბავშვობას გაგონებს. შენ როგორი ფერი ყავდა? ფერებში მასეთი იყო? და ხარა ბრალდეგეთი არა, ამას უფრო მეტი შავი აქვს, იმას უფრო მეტი ყავისფერი ქონდა. ნუ დიდი იყო, იმიტომ რომ кайხანი იყო და გაიზარდა. ესეც გაიზრდება ცოტა კიდე. ხო, ეგეც უკვე რომ უყურებ, უკვე გაიზარდა ცოტა იმასთან შედარებით. რა ვიცი, რამდენისა 2 კვირისა? 3? 2 კვირა ყავს და 3 თვის არის ფიქრობ. ხო, არა, 2 კვირა ყავს თუ 3 კვირა? 2 მეტი არის. ზუსტად მეორე კვირა არის, ხო, იმიტომ რომ პირველი კვირა იყო ფერო სალომესთან ვიდეოდი თეონასთან. ის იყო პირველი კვირის ბოლო. მეორე კვირა ზუსტად. ანუ წლეცა მარტო ერთად იყო ჯერ გაწმენდი. ხო, მართალია. და ეს ახლა მეორე კვირა. ამას საკმედი აღარ აქვს არის. ვიცი, დაუყრის. გუშინ საღამოს დაუყარა. დღეს რა ქვია მაგას? კიტრის ისინი დაუყარენ. რა ქვია? ბალახიც აღარ არის და წყალიც ნახევარზეა უკვე. ქერქები. აღარა აქვს შეჭამა კიტრი? კიტრი აღარ აქვს, არა. ძალიან. შიფთებში ჩაუყარე და. ძალიან. უყურე შენ. ნუ მე მარკოვკას ჩაუყრი კიდე. თალკე ეს ვყავს კიდე მოსავლელი. დაიჭალი ჩაკლიდე. მოსავლელი კი არა, ისა, დასაპურებელი უფრო სწორედ. თორე მოვლით მე არ ვუვლი ამას. და ნიგავერი. ბალნიცა არ გვინდა სახში ნამდვილად. სუნსულა ირაკლი ნუ მოცინებ. სუნსულას რო ეძახის ამ თავის გოჩი. ტუ. ერთი ცალი ფრთა დამჩა გუშინ და ირაკლის დაურებ. თორე ბავშვები დახოცავენ ერთმანეთს მაგაზე. ისე მოეწონათ, რომ რა ვიცი.
მოწყობილობები ისე მიშლის ხელს, არადა სადაც წავიღო არ ვიცი. ამას მერე მივალაგებ. ვაიმე. აი სადაც წავიღო ესენი არ ვიცი, არადა სულ მჭირდება პრინციპში და თან სულ მიშლის ხელს. ბოდიშს გიხდით ახლა თითქმის სულ ზურგით მიწევს ხოლმე ყოფნა, როცა რაღაცა საჭმელს ვამზადებ. მაგრამ სხვა გზა არა მაქვს აქტიურად. მოკლედ ეს რეცეპტი მართლა ძალიან მოგვეწონა ესე კლეარში და დუხოვკაში. აი ნახავ თუ ვერ ისწავლიან. არც მე არ ვაკეთებდი სანამ არ გავთხოვდი ყველაფერს და ჩემი აკეთებდა, მაგრამ ეხა გამოიცვლიან და უფრო სწორედ შეჭამენ და მერე დაალაგებენ ყველაფერს თავის ადგილას. აი ესეთი ჭადუკები გამომდის, მეგობრებო. ის უყვარს ჭადები, დაწერეთ კომენტარებში. Кто любит чады так, как люблю его я, რა. ირაკლი, რომელ საათზე გავიდეთ? მაინც? ორის ნახევარი ხდება. ესენი 5-ზე მერე ცეკვაზე უნდა წავიყვანო. არა, 5-ზე არა, 6-ზე კაცო. მოვასწრებთ. ცოტას მოვასწრებთ. მერე მოვბრუნდეთ. 5-ებს შევიყვან და გავაგზავნოთ თუ გინდა. Вчера она Милену тоже облизывала. Вайме მე ხელშიც ჯერჯერობით არა მაქვს სურვილი რომ ავიყვანო. არ ვიცი, მე ჯერ არ მესაყვარლება სიმართლე გითხრათ. მე არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ჯერ არა. Семечки, крупой семечки, крупой. ირაკლი შეიძლება აუჟებრა და 20 წელი ბიმა. ნახე ამის როგორც იქნება ფასი ნორმალური შაქრის რო ავიღო. ნუ სამლარზე მეტი ნუ მაღაზიაში თუ იქნება, ვნახოთ. შეიძლება მაღაზიაში უფრო იაფი იყოს. 3 კილო და როგორც ეს მწვანე პომიდორი იქ ის რა ქვია. გარეთ 3.5 და 4 ღირდა და აქ ლარიღებს ახლა. ნუ აქცია, მაგრამ ხო შემოაქვს ამას? არის ხოლმე ხანდახან კი.
სამი კილო და ნაჟა 2 კილო. არა კაცო, იყოს მეტიც. ნუ 3 კილო და კილოზე კილო უნდა? შაქარი მაგას ხო, ვარცი აკეთებდა მოც. 2 კილო? კილო. ხო, 1 2-ზე. რა ამბავია? არი ნახავენ იმაში, მასივაში. და 2 კილო ნამეტანია. და მიდე მასივაში რა ეხლა რა მოვა. არა, მშვენიერი სიტყვა ხოლმე მაგაზე მეტი საშინელება. რა სინახავდა მასიკო? ეხვას. ვაუ. Когда мы в банках делаем так с сахаром. Ну, а გაფუჭდეს ვითომ ირაყი დაგირეკათ თოკომ. ნუ ვითომ თუ წავედიო ბათუმშიო წაგიყოლებო. თებესთან. გეტყვიო და მე მგონი ჯერ არ ვთქვი არაფერი. რა არასდროია უყედება. არა დღეს წავალთო და დღესვე დავბრუნდებითო თუ რაღაც. თუ წავედიო. Нет, просто панашвидзефа. А ты უკვე როდი? უჭირს მერე. სამსახურის მერეო და. ცოტა შეიძლება ადრე გამოვიდეს ნახოთ აბა თუ წავიდა ვაფშე. ღამე. მერე რა მოხდა? რა უჭირს მე? ჩვენ ღამე არ ვიარეთ მაშინ. Ჭამას დედამაც ჭადები ხო უყვარს? მივიდა ჯერ მივიდა ცოტა ისე და ერთი ჭადი თქვა. ой, კარგია მინდია გარეთ, არც ხელა, არც სივა ძალიან კარგია მინდია. მოკლე სახელმწიფო ვიძებიო, გავიხატეო და ასე ვიძებიო. ძალიან თბილოდა დღესზე ნიდო. რა ხდება? კიდე ორი კოვზი არის, აგერ დავინახე. გემრიელი იყო? ჯალიან? დედიკოსი. ბავშვებო! მიდით ახლა მიალაგეთ თქვენი ტანსაცმელი. შკაფში მაინც ჩადეთ უბრალოდ დროზე. დროზე. და ქურთუკები თავის ადგილას. ჯიშეთი ვარ ჯიშეთი. ჩადე ხო? მაგი მუწყალინე პერიოდულად გააკეთეს თუ ეს ვიღაცა ხო სადღაც რაღაცა რეკავს. აი ესე მეგობრებო, გავამზადე, ყველი გვაქვს, ღვინო გვაქვს, მოკლედ აი ესე გემრიელად. გემრიელად მიირთვით, გემრიელად გაატარეთ დღევანდელი დღე, ბევრი ლაიქები და კომენტარები. მე წავედი. ჩავამთავრო ეს ყველაფერი და ძალიან მიყვარხართ. ბევრი ლაიქები და კომენტარებში დამიწერეთ აბა თქვენი პასუხები რა შეგეკითხეთ, მოვეთ რაღაც მოხსოვს უკვე ბევრი რაღაცები შეგეკითხეთ. მიყვარხართ ძალიან, აბა თქვენი წარმატებული შაბათი კვირა ყველას და კვირის დასასრული რა თქმა უნდა, ბევრი კარგი ემოციები და რა ვიცი, კარგად დაისვენეთ, რაც მთავარია დროებით.